Cenzura და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა ევროპელთა დაფინანსებული ორგანიზაციების გამოყენებით. ევროპელი დეპუტატები ევროკომისიის სკანდალის განხილვას მოითხოვენ, თუმცა კომისია პოზიციებს საერთმობს. ამერიკის მიერ გამოვლენილი სკანდალური ინფორმაცია მათი შეფასებით აბსურდია. მარიამ გიგანის სიუჟეტი. ევროპარლამენტარები ევროკომისიას დემოკრატიის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ და ურსულა ფონ დერ ლაიენის აღმასრულებელი ორგანოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ. ევროპარლამენტში მიმდინარე კვირის პლენარულ სესიაზე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგს მიღმა დარჩა. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედური დასკვნა, რომელმაც ევროკომისია ცენზურასა და არჩევნებში ჩარევაში მტკიცებულებებით ამხილა. ევროდეპუტატების ნაწილმა ამ თემაზე დებატები მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ევროკომისია ცენზურას უწესებს სრულიად კანონიერ კრიტიკას მიგრაციის, გენდერული იდეოლოგიის და თავად ევროკავშირის მისამართით, რომ ევროპის არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინოს. ეს არის ამერიკის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ოფიციალურ ანგარიშში აღრიცხული დასკვნა. სიტყვის თავისუფლების ცენზურა ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევაა. არჩევნებში ჩარევა კი ძალაუფლებათა გამიჯვნის მკაფიო დარღვევაა. ახლა კი პარლამენტი უარს გვეუბნება, რომ კენჭი ვუყაროთ ამ საკითხზე დებატების გამართვას. რის დამალვას ცდილობთ, ევროკომისიას ანგარიშვალდებულება უნდა დავაკისროთ. ეს არის პარლამენტის მოვალეობა. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის პატრიოტები ევროპისთვის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისია ციფრული სერვისების აქტს დეზინფორმაციასთან ბრძოლის და დემოკრატიის დასაცავად საჭირო რეგულაციად ფუთავს, თუმცა სინამდვილეში პოლიტიკური კონტროლის იარაღად იყენებს. ევროკავშირი ევროპელი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს თავს ესხმის. წლებია ევროკავშირის სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და უფრო მეტიც. ევროპული ქვეყნების არჩევნებით მანიპულირებს. ეს არის პოლიტიკური კონტროლი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. სამარცხვინოა, რომ ევროპარლამენტი ამაზე თვალს ხუჭავს და დებატების საშუალებასაც არ გვაძლევს. ვინც ირწმუნება, რომ ევროკავშირის სიტყვის თავისუფლებას იცავს, ის ან მიზანმიმართულად ტყუის, ან გულუბრყვილოა. ევროკომისიისგან პასუხისმგებლობას ითხოვს ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიც. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკომისიამ ცენზურისა და არჩევნებზე მანიპულაციისთვის ევროპელი ხალხის ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები გამოიყენა. ცენზურაში მონაწილეობდა ევროპელი ხალხის მიერ დაფინანსებული ასობით ადამიანი. ცენზურა ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა პოპულისტური რიტორიკა, ანტისამთავრობო და ევროკავშირის საწინააღმდეგო კომენტარები, ანტიელიტისტური განცხადებები, პოლიტიკური სატირა. ანუ უკანონოდ ადებთ ცენზურას იმ მოსაზრებებს, რომლებიც ხშირად ევროკავშირის მოქალაქეთა უმრავლესობას ეკუთვნის. ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. დაუყოვნებლივ ვითხოვთ დებატებს ამ საკითხზე. ევროპარლამენტართა მოთხოვნის მიუხედავად მიმდინარე სასესიო კვირას ამ თემაზე დებატები არ არის გათვალისწინებული. ევროკომისია ოფიციალურ პოზიციას ინარჩუნებს, რომ ციფრული სერვისების აქტი დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და ონლაინ უსაფრთხოებას ემსახურება. ცენზურასა და წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდებებს კი კომისიის წარმომადგენელი სრულ აბსურდს უწოდებს.